ახლა კი ვცლად კაბელების საქმეზე, რომელიც უკავშირდება თავდაცვის სამინისტროს ეგრეთ წოდებულ კაბელების პროექტს. მისთვის 2013 წელს სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან 6,700,000 ლარი იყო გამოყოფილი. პროკურატურის მტკიცებულებით და მტკიცებით აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მხოლოდ 2,600,000 ლარი იყო საჭირო. შესაბამისად, გამოძიება დაახლოებით მილიონის გაფლანგვას ედავებოდა 5 პირს თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებს. სასამართლომ ბრალდებულებს 7 წელი მიუსაჯა. ეს სიჩქარე და ამ 100% დაავანსება მაგისტრალის თუ თქვათ მაგისტრალის ნაწილის ჩემი აზრით კითხვებს ბადებს. 4 მილიონი იქ არის საქმე იმ თავითვე ახმული იყო, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, დავას პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდა დაპირისპირება არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილსა და თავდაცვის მაშინდელ მინისტრ ირაკლი ალასანიას შორის. საბოლოოდ ამ საქმეს ალასანიას თანამშრომლების დაკავება მოყვა, შემდეგ კი მისი გადადგომა და მისი პარტიის კოალიციიდან გასვლა. საინტერესოა, რომ ოლიგარქმა კაბელების საქმის დეტალების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. ყოფილი პრემიერი უწყებასა და სილქნეტ შორის გაფორმებულ კონტრაქტს პირდაპირ ეთერში განიხილავდა. ამით დადასტურდა, რომ ივანიშვილი არაუფლებამოსილი პირი პირდაპირ იყო დაინტერესებული და ჩართული პროცესში, რადგან მას წესით არ შეიძლებოდა ქონოდა წვდომა საქმეზე, რომელსაც გრიფი საიდუმლო ედო. ამ საქმის დეტალებზე 5 წლის წინ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ირაკლი კობახიძე მას ილაპარაკა. ეს სიჩქარე და ამ 100% დაავანსება მაგისტრალის თუ თქვათ მაგისტრალის ნაწილის ჩემი აზრით კითხვებს ბადებს. 4 მილიონი იქ არის გადახარჯული და არის ზედმეტი შეფასებით. მე ამის ინტერპრეტაციას კაკრას არ დავიწყებ და არ არის საინტერესო. მეორე მოვლენა რაც საინტერესო და რაც კითხვებს ბადებს. 5 მილიონი, რომელიც სარეზერვო ფონდიდან მიიღო ალასანიამ, მეორე დღესვე ერიცხება სილქნეტს კომპანიას და კიდევ 2 კვირის შემდგომ დანარჩენი, ესე ვთქვათ, კონტრაქტის 97% თითქმის 100% ფინანსდება. აი სად იჩქარებოდა. დავინტერესდი ჩავიხედე ბოლომდე და იქ იყო დანაშაულის არათუ ნიშნები. კაფეოდ გამოხატული დანაშაული იყო, საუბარი იყო მილიონების მითვისებას. ჩვენ ამ თემაზე ახლა ვისაუბრებთ ჩვენს სტუმართან ერთად. ლევან სამუშია, იურისტი, წარმოადგენს ჩვენს გადაცემაში, წარმოგიდგენთ ჩვენს გადაცემაში მას, რომელიც იყო პირველი ინსტანციიდან მოყოლებული ამ საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატი და აქტიურად იყო ჩართული. ასევე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო წარმდგენი ამ სარჩელის სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც მოიგო კიდეც. საღამოშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გილოცავთ თქვენ ბრალდებულებსაც და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც ამ საქმის მოგებას. მე-6 მუხლი და მისი რამდენიმე ნაწილის დარღვევა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ. უფრო დეტალურად განგვიმარტეთ, რა ნაწილში დადგა ეს გამარჯვება და რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ დღეს რეალურად ამით. პირველ რიგში მოახო მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მაყურებელს მივესალმები, მადლობა ინტერესისათვის. ბუნებრივია ეს საქმე ყველას ახსოვს, ეს იყო ძალიან ნათელი მაგალითი პოლიტიკური დევნის, ძალიან ნათელი მაგალითი პოლიტიკური დევნის ამ შემთხვევაში ღიად გამოტანი და საჯაროდ გამოტანის. ადამიანები მე მაშინ ვახსენე, რომ ეს ადამიანები, როდესაც პირველად გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდა, ეს ადამიანები არიან ტყვეები თქვა. ეს ადამიანები იყოფებოდნენ ტყვეობაში გარკვეული ხნის განმავლობაში, გარკვეული დროის განმავლობაში. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდით გვედგნენ, გვამხნევებდნენ, ამხნევებდნენ ოჯახებს, იმიტომ ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადაუხადო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელმაც სტრასბურგის საბავშვო ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე აწარმოა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მრავალმხრივი საქმე, შემიძლია გითხრათ და იურისტად წოდებული კობახიძის გამოსვლას უსმენდით, სადაც გაიხსენეთ თქვენ და სადაც აბოლდა თურმე მან ჩაიხედა საქმეში და იქ თურმე კაფე დაინახა დანაშაულის ნიშნები. ადამიანის უფლებათა ეროვნულ სასამართლომ სხვა რამ განაცხადა, რომ ამ საქმეში იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება დარღვეული, ამ საქმეში არ მიეცათ ადამიანებს თავის დასვის შესაძლებლობა და ადამიანებს ელემენტარულს გეტყვით, როდესაც რეჟიმი და მისი სასამართლო მივიდა უკვე პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომ ამ სასამართლოში და მოსამართლობაშიც კი კუთხეში იყვნენ მოწყდებულები, იმიტომ რომ სრული აბსურდი იყო, ადამიანებს ედავებოდნენ, რომ რაღაც გაფლანგეო არა და პირიქით ჯილდოები უნდა მიეცათ ამ ადამიანებისათვის, საქვეყნო საქმე გააკეთეს, აი საუბარი იყო გამორჩენის მიზნით და
გამორჩენას ვერავინ ვერაფერს ვერ ადასტურდება. ატყნენა გადააკვალიფიცირეს საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გადამოყენებაზე. ეს საინტერესო დეტალია და მინდა ეს გაგვიმართლა. ანუ გაამართლეს, რო ვთქვათ, გაამართლა სასამართლომ ამაში არაფერი წელი წლების განმავლობაში დასჭირდა მაშინ რეჟიმს ეს ძალიან საინტერესოა მაყურებელს მინდა ორი სიტყვით უთხრა რომ აქ იყო ლაპარაკი 6,700,000 ლარის დაახლოებით აი ამ პროექტზე თქვენს რომ ამისთვის საჭირო იყო რეალურად 2,100,000-იო და დარჩა სადღაც 4 მილიონის ფარგლებში და თქვენს რომ ეს გაიფლანგა მაგრამ აი რაზეც დარღვევა დაადგინა სასამართლომ გაფლანგვა ქონდა წარდგენილი და სააპელაციო სასამართლომ ისე გადააკვალიფიცირა რომ ამ ხალხმა გაიგო სააპელაციო სასამართლოში და მეცაც გეტყვით რომ გასაჭირდა უზენაეს სასამართლოში უზენაეს სასამართლომ საქმე წარმოებაში ეს კიდევ ერთი დამატებითი საქმეში წარმოებაში ანუ უკვე დარღვევა იყო, როდესაც გადაკვალიფიცირდა და აი ზუსტად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, იქ შიგნით მსჯელობაც არის და ალბათ შემდგომ დაინტერესებული პირი წაიკითხავს ამას, იქ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, სრული ქაოსი სუფევდა ამ საქმეში და შემდგომ რაც მოხდა ის, რომ ახლა როდესაც ჩვენ საუბრობდით, აგერ ბატონი ივანიშვილი საჯაროდ საუბრობდა აღნიშნულ საქმეზე, თან არასწორი მონაცემები იყო გაშღერებული, მაგრამ საქმეს ედო სრულად გრიფით საიდუმლო თქვენ გემახსოვრებათ თვეების განმავლობაში ჩვენ ადვოკატებს საქმეზე წლომას გვიზღუდავდნენ და ადამიანი პირდაპირ ეთერში საუბრობდა. ჩვენ მაშინ ვითხოვდით პრემიერ-მინისტრის არ იყო, მოქალაქე იყო. ჩვენ მაშინ ვითხოვდით რა უფლებით, როგორ, ვინ მიაწოდა საქმის მასალები. მერე გამოხდა ხანი და აგერ ყობახიძემ თურმე საქმე შეისწავლა და როგორ ვინ მიცა საქმის მასალები. თუნდაც არ იყოს გრიფით საიდუმლო, თუ რა მნიშვნელობა ვინ უნდა საიდან საქმის მასალა რა, ხო და მით უმეტეს გრიფით საიდუმლო იყო საქმის მასალები. მე მინდა გითხრათ, შეიძლება რამე გამომჩა და შემახსენეთ თუ კითხვაზე გამოჩა მე მინდა გითხრათ რომ საზოგადოებას უთხრა ამ საქმის ერთ-ერთი მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში იყო მანუჩარ კაპანაძე რომელიც გახლავთ სულხან მონაშვილის საქმის მოსამართლე პირველ ინსტანციაში რომელმაც მიუსაჯა სულხან მონაშვილს ხო ესენი ყავთ ამათ ეს ახლაც მოსამართლეა კი როგორც ვიცი უადო მოსამართლეა ხან დიხანია სასამართლოში აქტიურად არა ვარ ჩართული სამართლე მაგრამ ამათ პერიოდში დაწინაურდა და შემდგომ უადო მოსამართლეა რომ არ გამოგჩეს და პოლიტიკურ ნაწილსაც უნდა შევეხოთ რასაკვირველია რა არის კიდევ ისეთი დეტალები რაც საყურადღებოა ამ გადაწყვეტილებას. საყურადღებო, მოკლედ მე ზოგადად მჩვევი ესე რომ ძიმე სამართლებრივი ტერმინოლოგიით არ გადაღვli თქვენს მაყურებელს, სპეციფიკა ეგ თავისებური, იმიტომ რომ იურისტი გაიგებს ამას, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აი ამ გადაწყვეტილებით თქვა რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არის. კერძოდ ამ საქმეზე თქვა რომ ამ ადამიანების მიმართ დარღვეული იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლება, უსამართლო იყო სისტემა და ამ სამართლობის მსხვერპლი არიან ეს ადამიანები. აი ეს იქნა აქ დადგენილი, აი ამაზე იქნა აქ ყველაფერი. დრაზეც საუბრობთ, ხო ახო. მოდით პოლიტიკა არ გვინდაო, მაგრამ თუ პოლიტიკას დავარქოთ, გინდა პოლიტიკა არ დავარქოთ ამ ყველაფერს, ხო? საქართველოში სასამართლო არ არსებობს. საქართველოში სასამართლო სისტემა არაა. საქართველოში რეჟიმს ემსახურება და რეჟიმებს ემსახურებოდა ყოველთვის სასამართლო და ამის ნაყოფია ეს ყველაფერი. ადამიანებმა პრობლემაც, არ ვიცი, საუკეთესო საქმე გააკეთეს. აი ეს ადამიანები არიან, იყვნენ ამ რეჟიმის მიმართ ნაწამები და დავასრულებ. როდესაც თანხებზეა გამოყოფილი, აბა თუ იცით ვინ გამოყო თანხა? ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობამ. ეს რაზეც მთავრობამ თავის დადგენილებით იმსჯელა და მთავრობის მეთაურმა და მთავრობამ გამოყო ღარიბაშვილმა მაშინულმა პრემიერ-მინისტრმა ეს თანხა. მთავრობამ შეისწავლა მიზანშეწონილობა და დაადგინა. რომლითაც შემდეგ ეს კონტრაქტი გაფორმდა. დიახ, ბუნებრივია. იქ კიდე ექსპერტიზები დადგენილია რომ ათობით მილიონი ლარი ზარალი კი არა ეს რა ქვია სარგებელი მოუტანეს ამ ხელშეკრულებას. ბატონო აი ამაზეა საუბარი. რა თქმა უნდა ამაზე ძალიან ბევრი მრავალწახნაგოვანი და დეტალური განხილვა კიდევ იქნება ჩვენ ფორმატიდან გამომდინარე გვინდა ახლა შევეხოთ უკვე პოლიტიკურ ნაწილს ვისაც არ ახსოვს და ვისაც ახსოვს მათთვისაც შესახსენებლად თუ როდის და რა კონტექსტში ხდებოდა ეს ჩვენ მოკლედ თქვით შესავალ სიტყვაში რომ მაშინ ბიძინა ივანიშვილი უკვე დევნიდა ირაკლი ალასანიას ჯერ კიდევ კოალიცია იყო მაგრამ
რის წინააღმდეგ უკვე ძალიან აქტიურად მოქმედებდა. რისთვის დაიწყო ეს ყველაფერი რეალურად და რა შედეგს მიაღწია ამით და ახლა ეს ადამიანები თავისუფალი არიან, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობა გამოიარეს. სტრესი, ოჯახება, მათ ამდენი ხნის პატიმრობა. რა მიზანს მიაღწია, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, ბუნებრივია, რომ თუ სტრასბურგში წავიდო და ეს შედეგიც დადგებოდა, იმიტომ რომ აშკარად ჩანდა რა მოდით ერთს გეტყვით, მე მახსოვს ირაკლი ალასანიანის მაშინდელი განცხადება, როდესაც საუბარი იყო ვექტორის ცვლილებაზე, დასავლურ ვექტორის ცვლილებაზე, თქვენ გამახსოვდებათ, ხო, ამასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, როდესაც პროდასავლური ძალები არიან, პროდასავლური ძალების განდევნა უნდა და რუსეთისკენ მიმავალ უკვე შემდგრესოზე შემდგარ იმდროინდელ ხელისუფალს და ამდროინდელ ხელისუფალსაც ბუნებრივია ივანიშვილს. ხო, ეს იყო ძირითადი მიზანი და მიზეზი ამ ყველაფრის, რასაც უყურებდა, რასაც ვამბობ, იმიტომ რომ უბრალოდ საქმეს ვინც გაეცნობოდა, აქ დიდი იურისტობა არ ჭირდებოდა ამას, პირდაპირ ჩანდა, რომ თეთრი ზაფით იყო საქმე ნაგერი და უბრალოდ სხვა ვერაფერი მოძებნეს და რაღაცაზე ხო უნდა დაეწყოთ და რაღაცა სისულელეს დაიწყეს ეს ყველაფერი. საწადელს რამდენაც მიაღწია, ხო, გასაგებია, ის პარტია აღარ არსებობს. სამწუხაროდ პოლიტიკური მიზნები ჰქონდა და სამწუხაროდ ჩემ და სამწუხაროდ ზოგმა ზეწოლას ვერ გაუძლო თუ ცდუნებას თუ რამ სხვა გზა ირჩია, ძალიან ჩემ და სამწუხაროდ იმ პარტიის ყოფილმა წევრებმა, მაგრამ ეს მათი არჩევანია და ყველას თავისი არჩევანი აქვს. ისტორია და ხალხი ყველაფერს განსჯის, ამაზე შემდგომ უბრალოდ სამართალი გვიან, მაგრამ მაინც მოდის და მოვიდა. ეს არის ძალიან დიდი მადლობა. შეიძლება ითქვას და მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი, ყოველთვის მე მესმის, ძნელია თქვა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ელოდო სამართალს, მაგრამ ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი, ყოველთვის ქონდა ბრძოლას აზრი და ყოველთვის ექნება ბრძოლას აზრი. ძალიან დიდი მადლობა ამ საკითხზე, შეიძლება გაგრძელდება.